თქვენი უფლებები. მოგესალმებით, გააცემოთ თქვენი უფლებები. ჟურნალისტი ია დანელიასთან ერთად 1 საათის განმავლობაში იქნება ეთერში. ჩვენ ვიქნებით ძალიან საინტერესო თემით, ამიტომაც გთხოვთ დაგვირეკოთ და შეგახსენებთ პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრებს 2 40 91 92 2 40 92 92. ჩვენ გააცემის თემა ასეთია: ალტერნატივა არავის უფლებებს არ ღვევს. სწორედ ამ მოთხოვნით ათასობით ადამიანი 28 ივნის კვირას შეიკრიბა კანცელარიის წინ. ისინი მოითხოვდნენ ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გაცემას. ეს არ არის ერთწლიანი პროცესი, მოგეხსენებათ უკვე დაახლოებით 5 წლის განმავლობაში ადამიანთა ჯგუფი და 100,000 ხელმომწერი ითხოვს ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გაცემას და თუ რა ისტორია ეს, რა უდევს ამას საფუძვლად, ბატონო ზაზა, გთხოვთ ცოტა რამ ისტორიიდან რატომ დაიწყო ამ მოთხოვნით ადამიანების შეკრება. მოგესალმებით. ესე იგი, თემა იმდენად მტკივნეულია, რომ ევროპული კონვენციები და საერთოდ თუ კი რამე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ვინმე შეხება აქვს, აუცილებლად ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს, რომ ადამიანი იყოს მოქალაქეობრივი პროცედურების გარეშე. ქვეყანაში არსებობდეს. ეხლა ეს როცა ხდება ტოლვილები, ანუ რო ჩადიან უცხოეთში ჩვენი ტოლვილები და იქაც კი 24 საათის ზევით არ აქვთ მოქალაქეობის გარეშე ყოფნის უფლება, მტკივნეულად აღიქვავს თვითონ, იმიტომ რომ უნდა სტატუსი ქონდეს ადამიანს. ან ვიზა უნდა ქონდეს, ან ასე ვთქვათ, რო ჩავალ ტოლვილი საბუთი უნდა ქონდეს, თუ არა და უნდა უსაბუთოდ ჩუმად იაროს, რომ შემთხვევით პოლიციამ არ ჩაავლოს ხელი, მაგრამ ეს როცა ეს ჩუმად სიარული, ჯერ ჩუმად არ დავდივართ, მაგრამ როცა საკუთარ ქვეყნის მოქალაქეზე ხდება, ეს არის გაუგონარი ფაქტი. ესეთი რამე მე მაგალითად არ შემხვედრია, და ამ ბევრს დავდივარ ჩემი სარეჟისორო კუთხითაც და მე არც ერთ ქვეყანაში მსგავსი ფაქტი და მსგავსი პრეცედენტი, რომ საკუთარ მოქალაქეს 5 წლის მანძილზე არ ქონდეს და სახელმწიფომ ვერ მოუნახოს ფორმა იმისი, რომ საკუთარ ქვეყანაში არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, სამედიცინო დახმარება მიიღოს, ან თუნდაც კომუნალური გადაიხადოს, ან თუნდაც ასე ვთქვათ, იმუშაოს, ან ისწავლოს, ხო? ეს არის, რა ვიცი, ესე დასჯის უმაღლესი ფორმა. აი ჩვენ ხშირად ვიძახით, რომ შეიძლება დასჯა უფრო დიდი არის ადამიანის ციხეში როა. არის შედარებები, რო იცოდეთ, ესეთი მონობა, ასეთი სახის მონობა, რომ ადამიანი დატოვა მოქალაქეური პროცედურების გარეშე, ანუ არასრულუფლებიანზე აღარ არის ლაპარაკი. შეზღუდულზე შეზღუდული მოქალაქეობა, ხო? რომ მხოლოდ სიარულის უფლება აქვს. თორე სინამდვილეში სახელმწიფოს დირექტივა რო იყოს, მოსთხოვო საბუთები არა გაქვს, არ იღებ, მაშინ წაბძანდი ამ ქვეყნიდან. დაახლოებით ესეთი სურათია. სამწუხარო, ხო, ძალიან სამწუხარო ფაქტია. ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, არის იქიდან გამომდინარე, რომ თითქოს ერთი მხრივ რაღაცა სამართლებრივ ფორმას ვითომაც აძლევსო თუ უნდათ მაშინ აიღოს, მაგრამ თუ ადამიანს არ უნდა რომ აიღოს, ეს ასე ვთქვათ, მეორე მხრივ მიდის აი იქამდე, სადაც რაზეც ქონდა ჩვენ ახლა საუბარი. იცით რა არის, ეს ადამიანის კიდევ აიღოს თუ არ აიღოს, ამაზე ეს რო იყოს ახირება, ეს არის სხვა საკითხი. აქ როცა არის 17 ქვეყანაზე ლაპარაკი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა გააკეთა შესანიშნავი რეკომენდაცია და ეს მისი მოვალეობა იყო, მე არ ვიტყოდი რომ ასე ვთქვათ, ძალიან ასე ვთქვათ რაღაც. ეს მისი მოვალეობა და საქართველოში ყველას მოვალეობაა, ყველა ადამიანის უფლებათა დამცველის უბრალოდ მოიქცა ღირსეულად და ეს პარლამენტარები მოიქცნენ ღირსეულად, რომ 100,000 ხელმომწერზე მეც ეს პირობითი იყო, თორე ჩვენ რეაქციაში გვანახა ფაქტმა, რომ 80%-ზე ზევით საზოგადოებამ დაუჭირა მხარი, ასე ვთქვათ, ამ ალტერნატიული საბუთების ყოფნას საქართველოში არსებას. პარლამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გააკეთა რეკომენდაცია დასაწყისი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2014 წლის 29 დეკემბრის ცნობაზე განიხილა 100,000 ხელმომწერთა სახელით მოქალაქეთა საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა ნალებაშვილი ვეგახტი და სხვადასხვა ორგანიზაციების მომართვები, სადაც ასე ვთქვათ ბოლო დასკვნა დადო, რომ 17 ქვეყანაში მოიძია მან, ასე ვთქვათ, პარლამენტმა, ჩვენ რა მაგალითებით შევთავაზეთ, ახლა ჩვენ ხო ყველა ქვეყანაში არ გვეხელიწიფება, ხო, ახლა ამას პარალელურ რეჟიმში ვაკეთებდით ჩვენ, იმიტომ რომ იყო არც არის თქვენი საკითხი. იერარქია, ეს აღარ თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეობრივი გამომდინარე
გულისკივილიდან გამომდინარე რომ მე უკვე ყველა შეგვეხო ასე ვთქვათ რომ ესე იგი ვერ ცხოვრობ ვერ სწავლობ და სადაც მივდიოდი თან დამქონდა ეს გულისკივილი და იმ რეჟისორობის გვერდზე იქ ხუმრობდნენ კიდეც ჩვენი ასე ვთქვათ ემიგრანტები რომ ეხა ჩამოვაო ზაზაო და ალბათ დაიწყებსო აქო ნიცაში იყო საფრანგეთში თუ იტალიაში თუ საბერძნე ხო ეხა დაიწყებს ხელმოწერები ერთი მეორე კუთხით რეესტრებში ნუ დავარბენინებდი ამ ხალხს საჩქაროთ აბა მითარგმნეთ აბა აქ რა ხდება აბა საკონსტიტუციო ისე როგორაოდ განაწესი ძალიან ხო საერთოდ დავჭი როცა ჩვენ საფრანგეთში ნახეთ რომ იგივე თითის ანაბეჭდებთან დაკავშირებით იგივე ნებისმიერ ასეთი სახის ტოტალური კონტროლთან ანუ მოსახლეობის საერთო აღწერა საერთო ასე ვთქვათ გასერვერებასთან დაკავშირებით ელექტრონული მოწმობები იგივე დიდ ბრიტანეთში როცა კემერონის პირველი განცხადება ჩვენ მაშინ ვიდეო მივაწოდეთ მაესტროს და იმ პერიოდში როცა გახსნის დღე იყო 1 აგვისტო მაშინ გაუშვეს აი ანუ ათონის მთის კიდევ სულიერი ასპექტი მეორე ასპექტია გადაწყვეტილება იგივე თავისუფალი ნება იმიტომ რომ ადამიანის უფლება საიდან მოდის ღმერთმა მისცა ადამიანს თავისუფალი ნება ეს არის ორი ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხო უფლებები და ყველა კანონები წარმოშობილი არის ადამიანის იმ ბუნებრივ ნიჭზე რომელიც ნიჭის ღმერთმა მისცა ადამიანს აქედან გამომდინარე შეიქმნა უზარმაზარი ასე ვთქვათ არგუმენტაცია რომელიც ჩვენ ჩავაბარეთ არა მარტო პრემიერ-მინისტრს არა მარტო იუსტიციის სამინისტროს არაერთგზის არამედ მივმართეთ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს და პრეზიდენტის სახელზე კიდევ უამრავჯერ არა მარტო ამ თავრობის დროს იმ თავრობის დროსაც მაგრამ გამოხმაურება იყო აი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიდან სადაც ელემენტარულად ჩვენს გარდა კიდევ 17 ქვეყანაში მათ კარგად აკადემიურად მოძებნეს და 17 ქვეყანაში მოიძიეს რომ თურმე ამ ქვეყნების გარდა რაც ჩვენ მივაწოდეთ 6-7 ქვეყანა ამ ქვეყნების გარდა კიდევ უამრავ სხვა ქვეყნებში არსებობს არა მარტო ალტერნატივა აი ქვეყნები სადაც არ სურვილი არ აქვს ამ ელექტრონული სისტემის შეტანის და არის ქვეყნები სადაც უბრალოდ ალტერნატივის უამრავი სახეობაა შემდგომ ჩვენ შევეხეთ ეს არის მართვის მოწმობა უბრალო ქაღალდი მე კიდევ გეუბნებით უნგრეთში გადავედით ჩვენ უბრალო ჩაწებებული ფოტოთი ადამიანი გადმოვიდა და უქოვით კანონი ეწერა რომ მას ყავს მეუღლე და იდენტიფიცირება იქ შიგნით დაადგინეს ალბათ ფოტოებით იმით ამით და გადაუშვეს ჩვეულებრივ ადამიანი ესე იგი უნგრეთის საზღვარზე ესეთი ცნობის ელემენტარული ფურცელი აი პატარა ფურცელი ჩაწებებული სკრეპით სურათი ქონდა კაც რა და გადაუშვეს იმიტომ რომ ამაზე ალიაქოთის შექმნა ეს არის მხოლოდ მე ერთი რამე გეტყვი ერთ რა თქმა უნდა ეს არის ერთპიროვნული სახელმწიფო გადაწყვეტილება წინა მთავრობის პერიოდში რომ დაინტერესებული ჩვენთან ეს ეხება ელექტრონული მართლობის ასე ვთქვათ ადამიანები რომლებიც კურირებენ ამ სოფლიო მართლობას და მათთვის ალბათ ადვილი არის ადამიანთა და ქვეყნების კონტროლიც ესე პირდაპირ ვთქვათ ისინი ამას რეკლამას უკეთებენ სხვა ქვეყნებში რეკლამირებით შედიან ამით და უამრავი თანხა იხარჯება თქვენით ბრიტანეთმა ეს გააუქმა და უამრავი თანხა იხარჯება ამაზე ამისი ასე ვთქვათ აგიტაციის მსხვერპლი აღმოჩნდა საქართველოს რამე თუ არის ეჭვი დიდი შექმნილი რომ საქართველოს ყველაფერზე აწეს ხელს და საქართველოს ყველანაირ ჭუჭყიან ფულზე ასე ვთქვათ მიდის და მე აი აქედან იწყება მე შემდეგ ყველა პროპაგანდა აბსოლუტურად რომ თითქოს ეს არის ნოვაცია ეს არის ტექნიკის საწყობილოთყვებით რომ დაჩიპავენ ადამიანებს ეს არის ასე ვთქვათ ყველაზე დიდი ნოვაცია და ადამიანის პროგრესისკენ წასვლა ხოლო თუ ვინმე შემთხვევით საწინააღმდეგოდ ფიქრობს ესეც იმ სახელმწიფოდან მოდის ძველი ნაცებიდან და სამწუხაროა რომ ეს სახელმწიფოს სტრუქტურას განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტრო იმეორებს ეს არის ჩამორჩენილობა და ამის მანტიით უნდათ მხოლოდ და მხოლოდ ამ ჩამორჩენილობისა და თითქოს რაღაც ქსენოფობიის მანტიით მონათლონის ხალხი მაგრამ აი ეს ვაკუუმი გაირღვა უკვე აი არგუმენტაციით და ყველაფერით კი უნდა შეგაწყვეტინოთ მე კიდევ ერთხელ მინდა რომ ჩვენი სტუმრები წარუადგინო დეკანოზე გაბრიელ ჩადუნელი რუის ურბნისის ეპარქიიდან დიდი მადლობა მას მობრძანებისთვის თეა გეგია 100,000 ხელმომწერთა ჯგუფის წევრი და ბატონი ზაზა ნანუბაშვილი რომელიც ახლა საუბრობდა თქვენზე ჯგუფის ორგანიზატორი გახლავთ მე ძალიან მინდა რომ დეკანოს გაბრიელ ჩადუნელს მივმართო ახლა კითხვით მამა გაბრიელ საზოგადოებაში თავიდან როდესაც გაჩნდა იდეა რომ შეიძლება და ალტერნატიული პირადობის მოწვევები ქონოდათ ადამიანებს პირდაპირ და იყო ძალიან ცუდი შავები არის და გამოაცხადეს ხელისუფლებიდან ადამიანებმა ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ რომელიც ხელისუფლებასთან იყო დაკავშირებული და ძალიან უნდათ რომ ID ბარათები დაენერგათ ტოტალურად ადამიანებმა რომ ვინც ამას იტყობს რომ ID ბარათი არის ვთქვათ შეიძლება იყოს ამის ალტერნატივა ქვეყანაში ესენი არიან ძალიან ცუდი ადამიანები მეტიც რომ ვთქვათ ბნელი ადამიანები ამას მოითხოვს ეკლესია და მასშტაბებმა ეკლესიის მოციქულებიც არიან ბნელები და ბნელეთის მოციქულებიც კი
ლამის გამოგიყვანეთ თქვენ. როგორია ეკლესიის პოზიცია ამასთან დაკავშირებით და თუ იცით, საიდან მომდინარეობს აი ესეთი ვთქვათ, ჩვენ კი ხა დავუხატეთ ზუსტად სურათ საიდანაც შეიძლება მომდინარეობდეს, მაგრამ ეგება და უფრო შორს მიდის ყვალი მათი. უპირველეს ყოვლისა მადლობა მინდა გითხრათ ამ საკითხზე დაინტერესებისთვის, თუმცა ეს პირველი არ არის დავუშვათ თქვენს ეთერით ამ საკითხზე საუბარი და ჩვენ სამი გადაცემა მივუძღვანთ ზუსტად აიდი ბარათებს. და მადლობა იმისთვის, რომ ჩანს რაღაცა ნაბიჯების ცვლა და ეს დამსახურება მე ხმამაღლა ვიტყვი რომ ბატონი ზაზას ნაბიჯები არის და ამას არ შეიძლება ნაბინო თვალი დაუხუჩოს. მადლობა მას კი ბატონი. ბედნიერი ვარ. მადლობა უფალს. სასულიერო პირი და ქართველი კაცი რომ ბატონი ზაზას მსგავსი ადამიანის გვერდით ვგევარ, რომელსაც გული შეჰკივა ამ საკითხს. ეხლა რა შეიძლება დამიჩეს თქვენს დასმულ კითხვას, რომ მე გულის ტკივილით მინდა აღნიშნო ის რომ ადამიანები გაჟღერების დღიდან ამ საკითხზე ცოტა სხვა რაკურსით უყურებდნენ და თითქოს ის ადამიანები რომლებიც ითხოვდნენ, ხო რა თქმა უნდა, რომლებიც ითხოვდნენ იმას რომ დაიშვას ალტერნატივა, შეიძლება რომ ხელისუფლებამ ზეწოლა მოახდინოს ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ ცუდი პიარი ამგვარეს. და საქმე რაშია იცით რომ ამ რამდენიმე ხნის რატომაც ესე რაღაცას ვათვალიერებდი და ალენ დალესის დოქტრინა ჟამივარდა ხელში და პირდაპირ ყველაფერმა გადაიშალა ყველაფერი ჩემს თვალწინ, რომ როგორც ცდილობდნენ ადამიანების და როგორი პროგრამა არის შემუშავებული ადამიანები განადგურდნენ სულიერად. და როგორ უნდა ჩაკლან ადამიანებში ღირსება და როგორ უნდა გაანადგურონ და ბნელებად იწოდნონ ის ადამიანები, რომლებიც მიუხვდებიან მავანთ და მავანთ ფარულ ორგანიზაციებს იმ ზაკრულ სულებს და ზაკრულ პროგრამებს და როგორ უნდა ტალახი მოუსვან და ტალახში გასვარონ ის ხალხი, რომლებსაც გული შედგივათ ადამიანების სულიერ დაღუპვაზე. ეს ბუნებრივიც იყო. იმიტომ რომ სადაც სიმართლე არის, სადაც ჭეშმარიტება არის, იქ ყოველთვის არის ბრძოლა. ბოლო-ბოლო მაცხოვარს შეურაცხყოფდნენ, მაცხოვარს აბილწავდნენ და ჩვენ ვინა ვართ ადამიანები, როცა მოვითხოვთ ამ რაღაც კონკრეტულ საკითხს, რომ ჩვენ ისე იოლად ჩავლილიყო ეს ყველაფერი, რომ ტაშის ქვით მიეხოთ და ეთქოთ, აი რა კარგი ადამიანები არიან, ხო შეღამოთ. არა, ჩემო ძირფასი. პირიქით იყო რომ ის ადამიანები, რომლებიც არიან გაუნათლებელი ამ საკითხში, არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ეს ამ 5 წლის განმავლობაში გამოჩნდა, რომ ადამიანები ამ საკითხს არ იცნობდნენ კარგად. იმიტომ რომ როცა ჩვენ გვედო წინ 17-18 ევროპული ქვეყნის გამოკვლევა, ჩვენ გვედო გამოკვლევა წმინდა მამების ქადაგებები, ჩვენ გვედო გამოკვლევა 20 წლიანი კინოტის გადაწყვეტილება, რაც საფუძვლად დაედო შემდგომ რომ საბერძნეთს არ მიეღო დაუშვათ ეს კანონი და დაიშვათ ალტერნატივა. ამ შემთხვევაში პატარა მახვილი გონებაა საჭირო. და იმ ადამიანებს ახლა ვინც ჩვენ რაღაც შეურაცხყოფებს გვაყენებდა, რაღაც ცდილობდა რომ შიდა არეულობა მოეწყო, იყო ამის მცდელობას და თითქოს საზოგადოებას დაინახა რომ ჩვენ მართლმადიდებლები ხელმომწერთაში შიდა ჯგუფში არა ხელმომწერები აქ არაფერს შეეხება. უბრალოდ მოდიოდნენ ადამიანები ჩვენ და საუბედუროთ ჩვენს გვერდით გებოდნენ, გვეუბნებოდნენ, აი ჩვენ ამას გავაკეთებთ, თქვენს გვერდით ვიქნებით, იმას გავაკეთებთ, თქვენს გვერდით ვიქნებით, საქმეზე მიდგებოდა და საქმის კეთება კი არ ჩანდა. აქ ჩანდა თითქოს მან პიროვნული მე უნდა გამოაჩინოს. შედალოცილო აქ საერთო საქმეზეა საუბარი და არა პიროვნულ მეზე საუბარი. თქვენ ალბათ გვახსოვთ ჩვენ ბიბლიიდან როცა ნოე კიდობას აშენებდა, დადიოდა და ხალხში ქადაგებდა და ამბობდა რომ წარღუნარის მოსალოდნელი შეინარეთ ნოეს დასცინოდნენ. ეს ხომ ფაქტია, ხო? ეს წერია შავით თეთრზე, ხო? და როცა უკვე წარღვნა დაიწყო და ნოეს კიდობას მიადენ, კიდობან ჩაკეტილი იყო მაშინ. ესეც ბნელები ვართ, როცა ამ რაკურსით უდგებით ამ საკითხს. მამო, მოდით აი ძალიან ესე ცალსახად და კითხვის ნიშნები რომ აღარ დარჩეს ჩვენს რადიოსმენელს, განვიხილოთ. ეკლესიას რა პოზიცია აქვს ალტერნატიულ აიდი ბარათებთან დაკავშირებით? სინოდის თulis თუ არა, რომ აქ არის საფრთხე. იმიტომ რომ მე ვიცი მოძღვრების ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ არაფერი საფრთხე აიდი ბარათებში არ არის და კი ბატონო შეგიძლიათ აიღოთ და მრევლიც დაიბედა. კი ბატონო. მე გაგცემთ ამაზე პასუხს, რომ იმ სასულიერო პირებისა რა გითხრათ, მაშინ უნდა იყოს აქ ერთ-ერთი მსგავსი მოწვეული და მან ახსნას თუ რატომ უთხრა რომ ეს საშიში არ არის, მაგრამ მე კითხვას ვსვავ ყველგან აბსოლუტურად. იმ თვით სასულიერო პირებთანაც, ვინც ამას ამოსეს საშიში არ არის. ტოტალური კონტროლი, რომლის სახესაც წარმოადგენს აიდი ბარათი. საშიში არ არის. საკონცენტრაციო ბანაკი, სადაც ადამიანები ნომრებით იყვნენ და მათ მავანი და მავანი აკონტროლებდნენ და დღეს მთელს მსოფლიოში იქნება საკონცენტრაციო ბანაკი და მათ გასაკონტროლებლად აძლევენ აიდი ბარათს, სადაც ყველა მისი პირადი მონაცემები იქნება დატანილი, სადაც იქნება მისი სოციალური მდგომარეობა დატანილი, სადაც იქნება მისი
ყველა ის საიდუმლო მასალა, რომელიც არავის არ აქვს უფლება, რომ მან გაიგოს სად მოქმედებს თუ სად მოძრაობს თუ რას აკეთებს, ამ შემთხვევაში ეს არ არის საშიშროება? ასე იგი, ჩვენ და ხომ მიიღო სინოდმა 2010 წელს სინოდმა პირდაპირ მიიღო გადაწყვეტილება და მისი უწმინდესობის აზრი ჩვენთვის ცნობილია და მადლობა ღმერთს ამისთვის. მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. უფრო მოგვიანებით თქვენ 11-ში თუ 12-ში მიიღეს. 11-ში. ვინაიდან ხალხში გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა, მოეთხოვოს ხელისუფლებას, რომ დაუშვას ალტერნატიული პირადობის მოწყობა. როცა ერთ-ერთი კონკრეტული რელიგიის კონფესია ხმამაღლა აცხადებს, რომ იურიდიულად მას აქვს იმის უფლება, რომ მისი რელიგიური მრწამსი არ აძლევს უფლებას მამაკაცები წავიდნენ ჯარში და ამის ალტერნატივას უშვებ და იმ 100,000 ხელმომწერის თხოვნას ყურად არიღებ და არ გაინტერესებს ის ადამიანები რატომ ითხოვენ ამასაც ცდილობ ეს ხალხი შერაცხობნელებად ამ ხალხს მიაყენო შეურაცხყოფა და საზოგადოებას დაანახო რომ თურმე ესენი უგნურები არიან ეს ხომ ზაკრული სვლა არის და ეს ხომ ბადებს კიდევ ეჭვს იმისას რომ გამიზნული აქვს სხვა რამ და არა მარტო ის რასაც ჩვენ საუბრობთ. იმიტომ რომ არაერთი მაგალითი გვიდევს ჩვენ წინ. თუნდაც აგერ გუშინ და გუშინწე რაც ამერიკაში მოხდა, რათაც სოფლიო გარყვნას, ამ კანონით რომ სოფლიო გარყვნას და გასაზრდელობას მამათ მავლობის თუ რა ქვია ერთსქესიანთა ქორწინებას, ხო დაკანონებას, ხო? არ არის გამორიცხული რომ ხვალდაზე ვიღაცამ ჯვარი გვეწეროს. მაგრამ როცა სოფლიო ცდილობს სოდომიზაციის დამკვიდრებას, მე აქ ფაქტად გვიდევს ჩვენ წინა ხელისუფლების რო გაკეთებული რეკლამები ID ბარათთან დაკავშირებით. ფაქტად გვიდევს ეს. ისინი ამბობდნენ, ეს არის რომ ჩვენ დავაკავშირეთ ონლაინში სრულიად საქართველოს, ეს არის ერთი ფანჯრის კონტროლი, ეს ხო ჩვენი სიტყვები არ არის. ჩვენ გაახდით ვიყავით შეკრებაზე, ესა შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან, ბატონ სარჯველაძესთან და ბატონი ზაზა ბრძანდებოდა, მამა აკაკი ბრძანდებოდა, მე ვიყავი, ქალბატონი თეა ბრძანდებოდა და იყო ასეთი საუბარი იქ. ყველა არგუმენტი რაც ჩვენ მათ წარუდგინეთ წინ ამდენი 5 წლიანი ბრძოლით ბატონო ზაზას კვლევები იქ რა ქვია მაგას კინოტის საძმოს გადაწყვეტილება ყველაფერზე გაქვს ესეთი პასუხი რომ ეს არ არის ის არგუმენტი რითაცო ჩვენო უნდა დაუშვათ ალტერნატივად იცით რა შთაბეჭდილება დაგვრჩა რომ ეს ადამიანი სპეციალურად იყო მომზადებული რა თემაც არ უნდა დაგვესვა მისთვის ყველაფერზე ერთი პასუხი ჰქონდა არა ესე იგი კიდევ ერთი ძალდატანება გამოჩნდა ბოლო-ბოლო როცა სახელმწიფო ცდილობს თავის მოსახლეობას ძალით რაღაცა ააღებინოს ან გააკეთებინოს ეს ადამიანის უფლებების დარღვევა არ არის უხეში დარღვევა არის ეს ამიტომ მადლობა მინდა ხმამაღლა ვუთხრა იმ პარლამენტის წარმომადგენლებს იმ პარლამენტის წევრებს ქალბატონი თეას კი არა და ქალბატონი ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით რომ განიხილა ეს ხო და ერთხმად 22-მა დეპუტატმა მე გავაჭერებ ამას 6 ხმა იყო საჭირო გვახსოვს და 22-მა დეპუტატმა ერთხმად თქვა რომ ეს ხალხიო კაცო არაფერს განსაკუთრებულს არ ითხოვენ რომ რა გახდეს რომ ალტერნატივა დაუშვან არ უნდათ ესო დაუშვით ესო და როცა ჩვენ სარჯველაძემ ასეთი პასუხი გავცა რომ ეთყობა იმათ რომ არ განიხილეს პარლამენტის შემდეგ პარლამენტის შემდეგ ეხლა ხას მოხდა კი ეს მოხდა სულ ერთი თვის უკან როცა უკვე იმის შემდეგ დაიწყო ერთთვიანი უწყვეტი აქციები აი ეს იყო მათი პასუხი შედალოცილო ადამიანო ერთი სამინისტრო არ წარმოადგენს საქართველოს და სახელმწიფოს ერთი კონკრეტული მინისტრი არ ახარ შენ საქართველოს 100,000 ადამიანი ვარ ჩვენი ქვეყანა და 100,000 ადამიანი ვარ ჩვენ მართლმადებელიც მორწმუნეც და ასე შემდეგ და როგორ მაშინ რა გამოდის ხო ისტორიიდან 100,000-ზე მეტმა ქართველმა რომ ხაც არ შეურაცხყოფა თავი შეწირა ისინი ბნელები იყვნენ შეიძლება ვიღაცა გამოვიდეს და ადრე გადაცემაში ვიყავით მიწეულები მე და ბატონი ზაზა და იქ ვიღაცამ დარეკა და ესეთი სიტყვები თქვა რომ ისო იმათო ტინი ქონდათო თავში რომ შეწირესო ვის უტოვებდნენ ქვეყანასო შედალოცილო ზოთა სხვანაირად შეიძლება ამ საკითხს მიუგდე ხო კი ბატონო ბატონ ზაზა ვიდრე კიდევ წავალ ციღრმეებში მე მინდა ქალბატონ თეას ვკითხო როგორი იყო ადამიანთა განწყობა როდესაც ისინი ხელს აწერდნენ ანუ როგორ შეგროვდა 100,000 ხელმოწერა ეს იყო მხოლოდ თბილისში იყო საქართველოს ფარგლებს საქართველოს სხვა რეგიონებში და როგორი იყვნენ ადამიანები რომელსაც ეკითხებოდით თქვენ და აწერდნენ ისინი ხელს მოგესალმებით მოგახსენებათ ეს 5 წლის უკან დალამბავს მოგიყვებით ალბათ ეტაპი რატომ დავიწყეთ ეს ხელმოწერები და რამ გიკარნახა რომ უნდა დაგვეწყო ხელმოწერები როდესაც გამოჩნდა რეკლამები ჩვენ მანამდე უკვე ვეცნობოდი რა თქმა უნდა ყოველი მართლმადიდებელი ვინც ეკლესიაში დაადის ეცნობა წმინდა მამები
წმინდა მამებს კითხულობს და რა თქმა უნდა ჩვენ რომ მივიღეთ ეს უკვე რომ აჰა მოვიდა ის რასაც წმინდა მამები და ჯულის დამდგენელი მამები რო ამბობდნენ მოვიდა ეს დრო ნახეთ რეკლამაში რომ ეს ხელით რაღაცა გადადის გადმოდის და შედის ადამიანი და ამ რეკლამას აჩვენებდნენ ტელევიზიით ეს იყო იუსტიციის სამინისტროს როლიკი შემდგომ მოვიდა ეს ერთი ფანჯრის სისტემა და მთელი ისა და შემდგომ მოვიდა იმხელა ტყუილი ვაშადის მიმართ რომ იქნება საბუთები მაგრამ იქნება აბსოლუტურად ნებაყოფლობითი მაგრამ ჩვენ ახლა ისე არ გვძინავს რომ ახლა ქართული დაგვავიწყოს რომ აბსოლუტურ ნებაყოფლობაში რომ მივედი და რომ ვიკითხეთ ანუ ის ნებაყოფლობა ვერ დავინახეთ ანუ არ იყო მაგის შემცვლელი ნებაყოფლობითია მაშინ როდესაც მეორენაირი არის ხო აბსოლუტურად ნებაყოფლობითი ეს იმას ნიშნავდა რომ ახლა ადამიანებს აქვთ მეც მაგალითად მამაოსაც ალბათ პირადობის რაღაცა გარკვეულ დრომდე და რომ დამთავრდება მორჩება ჩემი აბსოლუტური ნებაყოფლობითობა ხო და უნდა ავიღო ის და აი ამ ტყუილებში აი რაღაც რომ გამოვიჭირეთ და უკვე მივხვდით რომ რაშია საქმე და ბატონი ზაზაც მათ ჩამოგვიტანა უკვე საბერძნეთისთან ათონის მთიდან უბრალოდ დადგენილება მათი 20 წლიანი მუშაობის შემდგომ რაღაც უცბად გადავწყვეტეთ რომ აი გავსულიყავით ქუჩაში და დაგვეწყო ხელმოწერები სულ რამოდენიმე ადამიანები ნუ ახლა ვერ ვისაუბრებ ჩემ თავზე და ალბათ სხვები უფრო ისაუბრებენ ამ ხელაში რომ მოდიოდნენ და ხელს აწერდნენ განწყობა მათი როგორი იყო თავიდან ჯერ არ იცოდნენ აგეხსნა ეს ეს კი არ მოაწერდნენ საერთოდ უცხოხილი იყო ძალიან ბევრი მუშაობები იყო იქ ბუკლეტები რა ვიცი მე მგონი ახსოვებათ არც იცოდნენ ჯერ არც იყო შემოსული ჯერ ხო არ არის ეს ვეჭდაოდით ასე პატარ-პატარა ფურცლებს და ძალიან ბევრი წვალება ხდებოდა იმისი რომ ადამიანებს გაიგოთ ეხლა ავერიგებდნენ ეხლა მე მინდა ხომ ვთქვა ძალიან ესეთი დიდი ვაჟკაცობა იყო როგორც აერო მხარეს გამოჩნდნენ ერთეული ადამიანები ისე გამოჩნდნენ იურისტები ერთეულები ძალიან ისე გამოჩნდნენ ძალიან ერთეული ასე თქვა სასულიერო პირები ესეც უნდა ითქვას იერარქები უმეტესად იერარქები წყვეტდნენ და სასულიერო პირები რომლებიც ისე ჩამოსათვლელად შეიძლება ითქვას რომლებმაც ეს ასე თქვა ამისი გაცნობიერება იყო მათში და ქადაგებაც რა თქმა უნდა მაგრამ აი ესეთი მასიური ხასიათის რო გამხდარიყო ამასე 100,000 ხელმოწერა ჩვენ მოვაგროვეთ რამდენ ხანში იყო ეს კიდევ გეუბნებით რომ ეს 100,000 ხელმოწერა არავინ არ მოგიწეს ამაზე ხელს რომ მიხვიდე და რაღაც აჯერ ID ბარათი წესიათ ვერ არკვეოდნენ რა იყო მე რატომ უნდა წინაამდე ყოფილიყო მე ეს თქვა ჩიპი თუნდაც სამოქალაქო კუთხით თუნდაც რელიგიური კუთხით ასაფრთხის შემცველი იყო ამაზე ძალიან დიდი შრომა იყო საჭირო რა და ამ ადამიანებმა ნახევარი საათი მიწევდა აი ახსნა მარტო მაგრამ არ იყო ჩემ რაღაცნაირად მაინც უფალი გვეხმარებოდა და აი რაღაცა იყო მამაში ისეთი რომ იხარჯებოდი მაგრამ ეს რაღაცას ასამდე დიდი აქციაა ჩატარებული და ასამდე დიდი აქციიდან თითქმის ყველა აქციის ვისაც შენახული აქვს მოსაწვევები ესე ვთქვათ აქციაზე მოსაწვევებს თელი იმას ვშრომობდით რომ ან რომელიმე ქვეყნის მაგალითი შიგნით აგვეხსნა ან აი მოსაწვევში ხო არ არის აუცილებელი ხო ეს მოსაწვევები კი არ იყო ეს იყო რაღაც პატარა ხო ამ კუთხით საგამონათლებლო ფურცლები რომ ადამიანები ვეჭდავდით ძალიან ბევრს იმიტომ რომ ვიცოდით რომ აქ ხალხი ძალიან ცოტა მოვიდოდა აქციაზე მაგრამ იქნებ სახში რომ მიჯნე იქ მაინც მოხდარიყო იმიტომ რომ ჩვენ მაშინ არავინ არ გვიშუქებდა ერთი მახსოვს მაესტრო იშვიათად ნუ რაღაცა ოდენობით ობიექტივის ტელევიზიაში შეგვეძლო ამის ისა და მაშინ მაინც და მაინც დიდად ყურებადი არ იყო თუნდაც ის რომ რეაქცია გადაცემა რეაქციამ რომ გააკეთა ის რა იყო რომ ეს წინაწლის ამბავს არა სხვა რამეს ვამბობ რომ წინაწლის ამბავს ვიძახეთ ხუთას მანაჟებს მომიმარჯვეთ ჩვენ ყავს მსმენელი ეთერში გისმენთ ეთერში ბრძანდებით ალო გისმენთ კალბატონო ეთერში ბრძანდებით მე ვარ გასული კი ბატონო კალბატონო ოღონდ ცოტა რა მოშორდით ცოტა მოგვიანებით ჩავერჩე დიახ ხოდა სამდელოებიდან ხალხი მეცხვერ რომ ვიპასუხოს პირდაპირ არეულად და მოხდა მეხვით კი არა რაში კიდევა ესაბუთ თუ მეორე ქვეყანაში მომთმენ როგორ მასაბუთა რატო აიძულებენ ხალხს რატო გვაწყულებენ ან თავრობა გვაწყულებს სამდელოება აგვიხსენით ნორმალურ
ალბათ თქვენ ნამდვილად დაიგვენათ ჩვენ ავხსენით ეს, მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ მოდით ბატონმა ზაზამ ჯერ თქვას რა სამოქალაქო საფრთხეებს უქმნის კანონის არარსებობა, ალტერნატიული კანონის არარსებობა და ალტერნატიული მე მინდა შევეხო თვითონ კანონიერ ჭრილში მინდა ასევე გავაკეთო საპატრიარქოს განცხადებაც, რომელიც ნამდვილად იმ დროისთვის ჩვენ სამოქალაქო ომში ვიყავით ჩაბმულები, ესეც მინდა მოკლედ ავხსნა. ამ თემებზე როცა ქვეყნები 20 წლის კინოტის განცხადება, როცა უკრაინაში საიდენტიფიკაციო ნომერზეც კი უარი განაცხადეს და ამ სისტემაში შესვლაც კი, რადგანაც ქრისტიანებმა ესე აღნიშნეს, რომ ჩვენ რო ვიცით ეს ერთი ბოლოდება ეს სისტემა, ხო, საიდენტიფიკაციო ნომერი, ჩიპიზაცია და შემდგომ ასე თქვა თუ კი ადამიანის სრული მართვა, რომელიც დღეს ცოცხლად მიდის მსოფლიოში იმპლანტის უკვე სხეულში ჩადგმით, ამიტომ თუ ყველაფერს ადგენაც მიგიბავენ, მე საფრთხე გაჩნდება იმის, რომ ამ ყველაფერს დაკარგავ ან ჰაკერების საშუალებით, ან ეს სხვა საშუალებით და შემდგომ იდენტიფიცირებას იძულებულს გახდიან ადამიანებს, რომ ასე თქვა შენ დაკარგავ შენ ქონებას, შენ ყველაფერს, იმიტომ რომ უკვე ჰაკერები ესეთ მდგომარეობაში შენ და შენ უნდა სხეულში ჩაიყენო და ეს უკვე საბოლოო მეორე კუთხით, იმიტომ რომ დღევანდელი მსოფლიო, ასე ვთქვათ, მე ხა ვერ დავაკონკრეტებ ვერაფერს, მე მხოლოდ ხერხებს, მსოფლიო გელაპარაკება ესე, რომ ერთი ხელით გაწვდის ვითომ ადამიანის უფლებებს იცავს, მეორე კუთხით ცოდვის ლეგალიზაცია ხდება და ასე ვთქვათ, ქრისტიანული კანონების საწინააღმდეგო კანონების ლეგალიზაცია, ანტიქრისტიანული კანონების ლეგალიზაცია. ამიტომ ერთი ხელით ხდება, რომ თითქოს ბავშვის უფლებები იცვება, მეორე ხელით ხდება, რომ მშობლის უპატივისცემლობა ინერგება. ერთი ხელით თითქოს მეუღლის რაღაცნაირად ისა, მეორე ხელით ხო ქმრის, ასე ვთქვათ, რაღაცა იმიჯი ილახება და გეუბნება თითქოს რაღაცა ძალა გეუბნება, რომ იცი რა არის, თუ შენ უფლებებს ლახავს შენი მშობელი, მოდი და შენი მამა მე ვიქნები, შენი მეუღლე მე ვიქნები. ესე უხეში ფორმებით მიდის ეს დღეს საუბარი. ამიტომ ნდობა იმისი, თუნდაც მაგალითად ძალიან ისეთი გულანთებული ადამიანი ბრძანდება, ესეთი კახაბერ კაკაბაძე, რომელიც კარატისტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს და ისეთ რა არის, ეხლა ადამიანს, ეხლა გულანთებულ ადამიანს ვერ მოსთხოვ ემასო, შენ იმან ყველაფერი რაღაც იურიდიულ დონეზე ის ადამიანი თავის გულის კივის იცახის, იგივე უკვე ეჭვი გაჩნდა იმ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელ ფოტოზეც უკვე ძალიან დიდი აქცენტირება გახდა საქართველოს, იმიტომ მე ეხლა ხას ქვეყანაში, ასე ვთქვათ, ვიძიებ და არც აბეზნეთში, არც იტალიაში, არც საფრანგეთში ეხლა იყო ჩამოსული ბატონი ნუგზარი კიდევ ჩემი ესეთი ახლო ადამიანი მეგობარი, სადაც ვეკითხები, არ არის მსგავსი რაღაცა, რომ გინდა თუ არა რაღაცა აუცილებლად რაღაც იქ მდგომი რობოტ ფოტოთი გადაიღო სურათი. და ესეც ეჭვს გვრის რაღაც. მე ხა მტკიცებულობას ვერ დავიწყებ, მაგრამ რო უნდა იყოს, სადაც ეჭვი ჩდება ესეთი ელემენტარული საკითხებისადმი. ეს რო იყოს რაღაც საკითხი, ხო, ეს საკითხი რო იყოს ესეთი რაღაც სახელმწიფო ჯარი როგორი უნდა იყოს, ან ტანკი როგორი უნდა იყოს, ან სისტემა როგორი უნდა იყოს სახელმწიფოში, შეიძლება თქვა, რომ ხა ამდენი ახირებაც არის, იმდენ სხვა არ დაუშვებ, მაგრამ როცა ხდება ელემენტარულ თემაზე და ამ დროს სარჯველაძის მინისტრის მოადგილე გვეუბნება, რომ აქ ფოტო არაფერს შუაში არ არის, ამიტომ კანონით შეგიძლიათ ჩვეულებრივი ფოტოც მოიტანოთ, უბრალოდ გარჩევადება უნდა იყოს თვალის ფერის. მოიტანეთ კი ბატონო ჩვეულებრივი ელექტრონული ვერსია დისკით და ეს შესაძლებელია. ეს სიტყვით შესაძლებელია, მაგრამ ამოდი მიბრძანდით ახლა იუსტიციის სახლებში თუ შესაძლებელია. არ არის შესაძლებელი ესე ადვილად. მე ძალიან დიდი ჩხუბი დამჭირდა, მახსოვს მამა ცოცხალი მყავდა, როდესაც გადავიღე, რომ მე თქვი მე მაგალითად არ მინდა ახლა ვერ დავამტკიცებ შიგნით ახლა რა არის, როგორ არის, როგორც ის კალბატონი მინისტრი რაღაცებს ახლა ეხავს თუ რაღაცებს გონია ვითომ რომ შიგნით ექს გამოძიებას ასე აწარმოებს, ჩვენ მასე არ უყურებთ ნამდვილად ამ საკითხს, უფრო პროგრესულად უყურებთ, ვიდრე მეორენი, მაგრამ ტელევიზიის ასე თქვა და სხვა მასმედიის საშუალებებით ისე იყო გამოყვანილი, რომ ჩვენ ჩამორჩენილი ხერხებით ვიბძვით და ისინი იბძვიან პროგრესული მეთოდებით. სინამდვილეში ესე არ იყო. საპატრიარქოს კანონიერ ჭრილზე მინდა ვისაუბრო, რომ ნამდვილად გაკეთებული აქვს საპატრიარქოს ასე თქვა განცხადება და ახლა იმიტომ ჩამოთვალეს ყველაფერი, რომ ჩვენთან სამოქალაქო ომის პროცესებში მიდიოდა იმ ფონზე, როცა ევროპა ამაზე ბრძოლობდა, როცა ეკლესიები სინოდალურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ჩვენთან იმ დროისათვის ცოტა ისე თქვა უკვე უხეშად რო თქვა, ხო, პირდაპირ კვების პრობლემა ჰქონდათ ადამიანებს და ამიტომაც ცოტა ასე თქვა დაიგვიანა ამ პროცესებმა, თუმცა მაინც რაღაცა ვაკუუმი გაირღვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ცოტა მოქალაქეებმა ამ არეულდარულობებში პრინციპულობა დაკარგეს, ყველაზე მთავარი ქართული ბუნება, ყველაზე სიმტკიცე თითქოს დაიკარგა, მაგრამ მაინც ჯერ კიდევ ეს ჭვივის და ჩვენი საპატრიარქოს განცხადება არსებობს, ისე სახელმწიფოს არ აქვს ამაც გასამართლებელი და თუ თქვა მაგალითად იმ დროინდელი მთავრობის დროს ცოტა კანინი ფორმით გამოვიდა
ეს მაინც სახელმწიფოს არ აძლევს იმის უფლებას, რომ ასე ვთქვათ, ეს მიზეზად და არგუმენტად მოიყვანოს. იმიტომ რომ შემდგომ რეაქციაშიც იგივე კომისიის თავმჯდომარემ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ შრომით მეუფე იობმა, აი ძალიან დიდი შრომით, ესე გვავალებდა ჩვენც ასე ვთქვათ მისი ლოცვა კურთხევი ძალიან ბევრი ქვეყნებში ვეძიებდით ელემენტარულ წვრილ საკითხებს, რომელიც ასე ვთქვათ ამ საკითხის ირგვლივ არსებობდა. მე ახლა საზოგადოებას ერთი ხმამაღალი სიტყვაც უნდა უთხრა და თამამად ვიტყვი ამას. არსებობს ამაზე ზოგს სულ სპეკულირებენ იცით რა პატრიარქის ლოცვა კურთხევა არსებობს ამაზე და ჩვენ მქონდა პატრიარქის ლოცვა კურთხევა რომ უცხო ქვეყნებში მოგვეძია ეს მასალები და გავგვეცნო ხალხისთვის ის სიმართლე რაც არსებობს ისე რომ ხო ძალიან ბევრს ნუ სპეკულირებენ პატრიარქის სახელით პატრიარქს სპეკულირებს ის ხალხი რომლებიც პირდაპირ მიბმულები არიან იუსტიციის სამინისტროსთან ან კიდევ პირადი ფუფუნების გამო არ უნდათ ელემენტარულად თავის ტკივილი რომ მოიცა ეხლა იცი რა არის აიდი ბარათი უკვე ავიღე და ამიტომაც ეხლა მოდი მე ამ ჭრილში გავაგზავნებ ჩემს ასე ვთქვათ იდეოლოგიას. შეკაიდე ადამიანო, იცი რა არის, შეიძლება აიღე და ჩვენ არავის არ ვეუბნებით ან რატო აიღე, ან რატო არ აიღე. აქ ლაპარაკი არის რაღაც სიმართლე დავინახოთ ყველა ერთად თორე. შეიძლება შენ რო აიღე პირველი შენ დატოვო და შეიძლება ვიღაცამ კიდე პირიქით მოახმაროს, მაგრამ როცა ხმამაღლა ამბობ იმას რომ ჩვენ განსაკუთრებულს ვარაფერს არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ რომ მე არ მაქვს სურვილი პირადად როგორც რიგით სასულიერო პირს, რიგით ქართველს, ხო? ჩემნაირად ფიქრობს ბატონი ზაზა, ქალბატონი თეა, ის 100,000 ადამიანი და ხელისუფლება ვალდებულია უკვე. რომ ალტერნატივა დაუშვას. მე ავიღებ თუ არ ავიღებ, ეს ჩემი თავისუფალი ნებაა, ხო? მაგრამ შენ თუ მიყურებ მე იმას, რომ მე რაღაცაში შევწდი, მოდი როგორც ძმა, როგორც საყვარელი ადამიანი, მე ვამბობ სხვა ადამიანებზე. მოდი და მითხარი, რომ მამა არა ხარ შენ ამ კონკრეტულ საკითხში მართალი, მაგრამ თუ საკითხი არის ისე, რომ ეს შენს უფლებებს არ გვებს, ხო? მაშინ მე შენს გვერდით ვიქნები. თუ გვერდით არ ახარ, ხალანძღვანს მაინც ნუ დაგვიწყებ, შედალოცილო და საქმეში ხელს მაინც ნუ შეგვიშლი. ადექი და თუ საკითხი არ იცი, მაშინ თავი დაგვანებენ. თუ არა რაღაცა ოქროშუალედი გავაკეთოთ ხო ადამიანები ვართ რა როგორ ფიქრობთ ახლა როცა მე ვაცხადებ რომ არიქა მე ვარ მართალი და შენ ხარ მტყუანი მე შენზე მეტად მტყუანი გამოდივარ ან სხვაზე უარესი გამოდივარ ხო როგორ ვამტკიცო ახლა მე ვიღაცაზე კარგი ვარ ან ვიღაცაზე განათლებული ვარ განათლებულებზე მეტი რა არის მაგრამ ეს საკითხი ისეთი საკითხია ეს არის სათუთი საკითხი ძალიან სიფრთხილეა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვეუბნებით აქ უკვე მივიღეთ გვიდევს აგერ სახელმწიფოს თქვათ კონკრეტული იმ კომიტეტის გადაწყვეტილება რომ აუცილებელია ალტერნატივა დაუშვას მაგრამ აქ არის უკვე საუბარი იმ სამინისტროზე რომელიც პირდაპირ შავი ძალების დავალებას ასრულებს ვინ ქალბატონმა კარგი კითხვა დასვა ვინ გვატყუეს ბოლო-ბოლო პირდაპირ ვამბობ იუსტიციის სამინისტრო კი ძალიან ცუდ როლს თამაშობს დღესდღეობით დღეს მიუხედავად იმისა რომ მე ძალიან ბევრ მეუფეს ვესაუბრე და დღესდღეობით ამ საკითხით თითქმის ერთპიროვნული არის მეუფეებში გადაწყვეტილება ის მეუფეებიც კი რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ თქვათ მაგალითად რაღაცა კუთხით მათაც კი ჩვენ რეაქციაში დავინახეთ რომ მეუფე იოანემ ხმამაღლა განაცხადა რომ ეს არის კომფორტული კონტროლი რომელიც ასე თქვათ საჭიროებს აუცილებლად სახელმწიფოს იმ პარლამენტარებთან ერთად რომ ალტერნატივა არსებობდეს და იცით რა არის ახლა ბევრი კიდევ ვიმეორებ რა ვიცი მეუფე ჩამოთვლები რამდენად ალტერნატივის მომხრე ძალიან ბევრი მეუფეები მე პირადად მისაუბრე მარტო მეუფე სვიმეონთან მეუფე იაკობთან მეუფე ილარიონთან რა ვიცი მეუფე გიორგისთან რომ ესე იგი ეს საკითხი ალტერნატივა არსებობდეს ამას სამოქალაქო კუთხითაც და კანონიერი კუთხითაც ბევრი მეუფეები ხა იცით რა არის მეუფე და ჩვენი უწმინდესია და პატარა ქვეყანაში ვართ ჩვენ რომ ესე დაუპირისპირების მომხრეები არასოდეს არ არიან ასევე მთავრობაშიც მიდის ამ საკითხზე მოლაპარაკება და ვიდრე შემდეგ შეკითხვას დაგისვამდეთ ზარი გვაქვს სტუდიაში გისმენთ ეთერში ბრძანდებით შუადღემშვიდობის გამარჯობათ მოგესალმებით ძალიან მართლა ისეთი საჭიროებო საკითხია და მე მგონი ალო დიახ გისმენთ საჭიროებო საკითხია და მე მგონი მართლა სერიოზულობით უნდა მივუდგეთ ვინაიდან აი მართლა უნებას გაგვიდგა და ვნახეთ საშინელება დაგვემართა და შემდგომში როგორც ისეთი სერიოზული ხალხი ვარაუდობს მიწისძვრებით და კარები და ათასგვარი ის გადაგვივლოს მაგრამ ყველაფერს გაუძლებთ თუ დავთქვით ერთად და მართლა მართლმადიდებლურად და მართლა ისე მოვეკიდებით და მართლა როგორც ხმზანეთ არ შეუშალოთ ხელი ერთმანეთს თუ არ დავეხმარებთ და რა ვიცი ერთი შეგვეწევა ალბათ და როგორც არ ვიცი ბევრთვის ცნობილია თუ არა არ მაქვს უფლება ვისმიერ მაგრამ შემოსრულია მართლა ჯოჯოხეთის დიდი ძალები და 4 ივლის 2 წლის გახდება იესო ქრისტე რომელიც პერმში დაიბადა 4 ივლის 2013 წლის და სულხანაირი გასაგებია მე მგონი ამ ადამიანის დიდი მადლობა მეორე ზარიც გვაქვს ეთერში თუ შეიძლება მოусმინოთ რადიოს მსმენელს გისმენთ ეთერში ბრძანდებით
გამარჯობა. გამარჯობა. გისმენთ ქალბატონო? მის ქალბატონო, გამარჯობა. მოგესალმებით ბატონო ზაზა, მამაო, მოგესალმებით. ყველას მოგესალმებით. იცით რა, მე ერთ-ერთ სასულიერო ჟურნალში ეხლა ბოლოს წავიკითხე. ქალბატონი წულუკიანი ამბობს, მე გადავარჩინი აიდი ბარათი დაღუპას. ამით ამახობს. როგორ შეიძლება რომ ამდენი ხალხის მოთხოვნას პასუხი მაინც არ გასცეს? ძალადობაა თუ დემოკრატია ამ ქვეყანაში? წაიკითხონ მართლა წმინდა მამათა წერილები და იქ რა წერია 1987 წელს რომ წერდა მამა პაისი ამას ყველაფერს. ბატონი ზაზა ევროპაში დადის და ევროპის მაგალითები ჩამოაქვს. ყველა მასზე მითითებული აქვს ყველა ევროპის ისა მოსაწვევები, როდესაც ვიგდება. ხო და ნუ თუ არ შეიძლება ჩვენი ხმას შეისმინოთ ამ დაბრობან დაწო. დიდი მადლობა ბატონ ზაზა. მოდით აი სურათი დავხატოთ ასე. ცალმხრივ არის იუსტიციის სამინისტრო, ცალმხრივ არის პარლამენტი, რომელიც თქვენ გემხრობათ, ცალმხრივ არის იუსტიციის სამინისტრო. რომელი უფრო დიდია რასაკვირველია პარლამენტი მათ შორის და როგორ იქნება ამათ? კი ბატონო, აი სამართლებრივი გზების გაგრძელება ყველაზე მნიშვნელოვანია ხალხისთვის. იუსტიციის სამინისტრომ ამ მთელი ერთთვიანი აქციების ფონზე პასუხი გაგვცა, რომ ის მიდის კიდევ უფრო ჯიუტად ამ საკითხების მიმართებაში, რამე თუ საკუთარი მოქალაქეების გასერვერების კიდევ ერთი ახალი ფორმა მოიგონა, რომელიც არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს, რომ ყველა ქვეყანა აქეთ ითხოვს მოქალაქეებიდან, თქვა, შეიძლება მოგთხოვოს ბრიტანეთმა, მოგთხოვოს საფრანგეთმა შენი მოქალაქის ანაბეჭდი, იმიტომ რომ იმ ქვეყანაში გიდასტურებს. საკუთარ მოქალაქეებს კი არ თხოვს, შენ გთხოვს, იმიტომ რომ 400-მდე გაუხსნელი საქმეა იგივე ჩვენი მოქალაქეებიდან უცხოეთში ჩადენილი, მაგრამ საკუთარი სამინისტრო ითხოვდეს, რომ ყველა საელჩო მოითხოვოს საკუთარი მოქალაქის ანაბეჭდი, ეს არის საკუთარი მოქალაქეების იდენტიფიცირების გასხვისება, გასერვერება. ამას ჩვენ ახლა დღეს ვერ უკვირდებით, ცოტა სხვა ფორმაში და სხვა ჭრილში გვიხდება ცხოვრება, თორე როგორც ასე ვთქვათ, საქართველოს ცოტა უფრო ამოისუნთქებს ამ კუთხით, მე აღმოჩნდებით ამ ძალიან დიდ ლაფსუსებს, ამის გავირტუალების ძალიან დიდ ლაფსუსებს. ამიტომაც აი ეს კანონი სუფთლად მიუღებელი იყო და მე ერთ რამესაც შევახსენებ, რომ ჩვენთან ესეთი იმპერიულად და ერთი წესით მინისტრს აქვს ასეთი უფლებები მიცემული, ეს რაღაცნაირად პარლამენტმა უნდა იმსჯელოს ამაზე. თუმცა მინისტრი ადგენს, როგორი ფორმით გამოვა, ალტერნატიული იქნება თუ არ იქნება ალტერნატიული ვიღაცა, როცა 8 წელიწადი ამ თითის ანაბეჭდებზე მიდიოდა საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭო ბლოკავდა, როცა ბრიტანეთში ამაზე ასე ვთქვათ საკუთარი მოქალაქეების აი ამ ყველას აუღო ეს ანაბეჭდი ტოტალური კონტროლის ერთ-ერთ სახედ ჩაითვალა. აქ ღამე მიიღო ბრძანება, დილით გამოუშვა, ესე იგი რაღაც დუქანი აქვს რა ეს გახსნილი სამინისტროს მაგივრად. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია საქართველოში და ამაზე თუ გონია რომ ასე ვთქვათ ვიღაცების ფარველობა აქვს და ქართველი ხალხი ამას ისე გაატარებს, ძალიან ცდება. თან ქართველი ხალხის არჩეული არის ეს ადამიანი და ჩვენ აუცილებლად პასუხს გავცემთ. კიდევ ძალიან მინდოდა ასე ვთქვათ და მე პარალელებინა რომ საქართველოში არსებობს ჯამთელი ძალა, არა მარტო პარლამენტში, მთავრობაშიც. არსებობს რა თქმა უნდა პირველ რიგში საპატრიარქოში, რომ ეს ალტერნატიული საბუთები დაიშვას, მაგრამ არ არის რაღაცნაირად ამ ძალის კონსოლიდაცია, ამ ჯამთელი ძალის კონსოლიდაცია და ორი ფორმაა დარჩენილი. ერთი არის საპარლამენტო ფორმა, რომელიც პარლამენტარებმა უნდა დაადგინონ. ეს პირველი, რომელიც ყველაზე მარტივი იყო, წულუკიანს შეეძლო მინისტრის ბრძანებით ალტერნატივა დაეშვა. ეს არ მოხდა, არ ხდება სამწუხაროდ, რაღაცნაირად ეს ბელკეტები ეთყობა, რესურსები არ არის სახელმწიფოში, მე ხა ამას შიდა კულუარებში არა ვარ ჩახედული, რატო ვერ ხდება ამ ერთი ქალბატონის, თუნდაც თქვათ მაგალითად შეცვლა. რომ რა საფრთხე არის ამ ალტერნატივაში, ისეთი, რომელსაც სახელმწიფო ვერ გადადის. რა შეიძლება ასეთი დიდი საფრთხე მოიაზროს? მეორე საკითხი მე მინდა დავამთავრო, ეს არის საპარლამენტო გადაწყვეტილება, რომელიც კანონის სახით შეიძლება მიიღოს და მესამე ეს არის ყველაზე ჯამთელი, მე ესე ვფიქრობ და ილუსტრირებული, ეს არის რეფერენდუმი, რომელიც ხალხის ჩვენ გამოკითხვით გვაქვს ისედაც 80%-ზე ზევით არის მომხრე ამ ალტერნატივის და არ არის მომხრე თუნდაც იმ ელექტრონული სისტემის. ისეთ აი ამ ფორმებიდან უნდა რაღაცნაირად სამართლებრივი ფორმა გაგრძელდეს. ეს არ არის ურა გადასაწყვეტი საკითხი. ვიღაცას თუ გონია რომ 5 წელიწადი კი არა მართლმადიდებლობა და ღვთის სიტყვა რომ შემოსულიყო თუნდაც სამოქალაქო გამოჯამთელება რომ გაჯანსაღება წავიდეს, ამაზე მოციქულები იყვნენ თუ სახელმწიფო მოღვაწეები წლების და საუკუნეების მანძილზე, რომ ევოლუციური გზა ყველაზე ადვილია. ვიღაცა მოვა მაგალითად უსმად გონია რომ რაღაცა თავდადებობანას ითამაშებს ან რაღაცა გამარჯვებობანას და რაღაც ურას დაიძახებს და რაღაცას იმას იზავს და ამით ადამიანები ყველაფერს გაარკვევენ. მაშინ ჩვენ სახარებაში დაგვიწერდნენ რომ ბოლოში რაღაცა ურათი მოხდება და არა იმას ვინც დაითმინოს ბოლომდე ცხონდეს. ამიტომ ესეთი რაღაცნაირად გამოხტომებიც უნდა რაღაც აღიკვეცოს ქვეყანაში. ხო, გადის და ადამიანები გასაგებია, მაგრამ ისეთ რა მე ყველას მინდა მოუწოდო რომ სამოქალაქო ღირსება. ერთ-ერთი მოქალაქე ისეთი რომ ჩემს საქმეზე ესე მოხდა რომ კონკრეტულ მისამართზე ვიყავი რეგისტრირებული და აუცილებელი გახდა რომ მისამართიდან ამოწერილიყავი და
ავტომატურად 2025 წლამდე ქონდა ჩემს პირადობას ვადა და ამ შემთხვევაში უკვე შეჩერებული არის მისი მოქმედება. მე თვით მინისტრის მოადგილესაც უთხარი და რატომღაც იცით რა შტაბ-ეტილება რჩება თითქოს რომ მათ არ აინტერესებთ ადამიანთა ეს პრობლემა რა. ესენი არიან მოსულები პროგრამის შესასრულებლად. ეს პროგრამა რომელიც ითვალისწინებს ადამიანების თავისუფალი ნების ჩაკვლას და ადამიანების უფლებების დარღვევას. და როცა შედალოცვილო ხმამაღლა ამბობ რომ დემოკრატიული ქვეყანა ჩვენ მივდივართ ევროპისკენ აბატონო ევროპის 17 ქვეყნის გამოკვლევა ევროპიდან ჩამოტანილი ბატონი ზაზას მიერ რომ რატომ მოხდა მათი ამ ID ბარათებზე თუ ელექტროპირადობებზე უარის თქმა რომ რა ხდება როგორ თვით იქ ინგლისმა განაცხადა უარი ჩემო ბატონო და დაიდო ამისი დოკუმენტაცია ეს დოკუმენტები ინახება ბატონ ზაზასთან საუბარი არის ასეთ რაღაცაზე. არ ახალი არ არის მამა. ხო, არა, სხვა რამეს ვამბობ, ბატონო ზაზა, იცით რა თქმა უნდა. ეს დალოცვილო, როცა ამბობ შენო, ეს არგუმენტი ეს არ არის, არგუმენტი ეს არ არის, როცა იგივე სხვა ადამიანები, რომლებიც ამ კონკრეტულ საკითხს სკეპტიკურად უყურებენ და ჩვენ ბნელებად გვაცხადებენ, ხო შეიძლება რომ მოვიდნენ ჩვენამდე დავსხდეთ, კითხვა-პასუხის რეჟიმში ვისაუბროთ. შეიძლება კიდევ ვაჟღერებ ამას, შეიძლება მართლა ვწდებით რაღაცაში, ხო? მოდი, ნუ კი გაგულანძღავ. დავსწრეთ, სიყვარულით ვისაუბროთ და თუ მიხვდებით იმას, არაერთხელ მქონია მე საუბარი თვით სასულიერო პირებთანაც და ბოლოს მივდივართ ედასკომდე. არა, ალტერნატივა უნდა დავუშვო. მეც კი არაფერს არ ვითხოვ ჩვენთან. ხო, რა თქმა უნდა, ერთი მინდა მოუწოდო ყველას, რომ აბსოლუტურად სამოქალაქო თვითშეგნება საქართველოში გვიყურებენ როგორც რაღაც უღირსების დიდ მაგალითს ქვეყანას ამ ბოლო წლებიდან გამომდინარე. საშიშ მასას ბინავსთან. აი, მე ხშირად მომყავს, რომ მოძმე ქვეყანაში, იგივე სასომხეთში, ხო? ჩინელების პრეცედენტი რო დაიშვა, რომ დასახლებულიყვნენ და მაღაზიები გაუხსნეს საგან ისეთი იაფ პროდუქცია და იაფი იყო მათ მაღაზიებში არც ერთი სომხეთის მოქალაქე შიგნით არ შედიოდა. სამოქალაქო ღირსება უნდა და როცა არის ლაპარაკი რომ იცი ხანდახან უნდა გაიჭირო. როცა არ გინდა იცი რა ვაიმე ამის გამო დამჭირდა იმის გამო დამჭირდა. როცა არის სამოქალაქო პროტესტი და როცა შენ იაფად გირიგებენ და იქით ასე ვთქვათ პრივილეგიების სახით გთამავენ და რაღაცას ისე გატყუებენ და ისე გაძლევენ, ხო? შენ უნდა ამას მიხვდე რომ აქ რაღაცაშია საქმე და იმისი ის ამიტომ სამოქალაქო პროტესტი როგორც ესეთი, ხო თუ არის სამოქალაქო პროტესტი უნდა იყოს. ეხლა ვისაც უნდა რომ მაინც და მაინც აიღოს, ჩვენ ეხლა არც ამის წინააღმდეგი არა ვართ და ის თავის ჩვენი გადაცემა დასასრულს მოვახლოვ და რას ეუბნებით იმ რადიომსმენელს ზუსტად თითო წინადადებით, რომლებიც აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას, რა მეთოდით იქნება ეს? ისეთ რა არის, ეს ბრძოლა გაგრძელდება, მიდის თავრობასთან მოლაპარაკება, მიდის ასე ვთქვათ ფორმების გამოძებნა, როგორ შეიძლება არიან დაინტერესებული ადამიანები წინამთავრობისთვის, ისეც მინდა აღვნიშნო, მაგრამ ეს არ არის თლად ამაკმაყოფილებელი, რომ წინამთავრობისთვის მსგავსი რაღაც პრეცედენტი არ მოხდარა საერთოდ. ეხანდელი მთავრობის დროს ნამდვილად არსებობს ამისი ასე ვთქვათ პატარა პანჯარა, რომელიც ხომ ზაობა, რომელიც ასე ვთქვათ სიტყვით ყოველ შემთხვევაში სურვილი აქვს, რომელიც ალტერნატიული საბუთების გზას დაადგეს ამ მოქალაქეებს, მიუხედავად არჩევნები მოდის და ამ ხალხს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი აქვს და ვერ იღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას და ამ არჩევნებისთვის ბევრ ამისთვისაც იქნება განპირობებული აი ეს თამამი გადადგმა, როგორც იმ ქებერონმა თავის ხალხს შეუსრულა, დღემდე უყვართ ის საკუთარ მოქალაქეებს, იმიტომ რომ ხალხს როცა რაღაცა შეუსრულებს, ის ხალხი ყოველთვის ზალაა იმაზე მეტი, ვიდრე ზოგიერთს გონია სადღაც აქეთ-იქით რო ეძებენ იმ ძალებს. ამიტომაც ჩვენი ასე ვთქვათ ეს ნაბიჯები იქნება ლუსტრირებული აუცილებლად საზოგადოება გაიგებს ამას და კეთილინებისკენ მოუწოდებ ყველას. ეს იქნება საერთო დიდი გამარჯვება. ჩვენ პირველად არავის მოწინააღმდეგენი არა ვარ და გვეთმაქნას რომ აი ეს კეთილად აღსრულდეს. ძალიან დიდი მადლობა დეკანოზი გაბრიელ ჩადუნელი, თეა გეგია და ზაზა ნანობაშვილი 100.000 ხელმომწერთა ჯგუფის წევრები და დამფუძნებლები იყვნენ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები. ჩვენ ალტერნატიულ პირადობის მოწმობებზე ვსაუბრობდით დღეს და ჩვენი საუბარი მომავალშიც გაგრძელდება. დიდი მადლობა მათ. მადლობა თქვენ. დაიცავით თქვენი უფლებები. ტალღაზე 102 და 4. ყოველ სამშაბათს 3-დან 4-მდე.